მე მაქვს კისრის დაზიანება, 3 მალა მაქვს ჩატეხილი, რადგან გამირთულდა ჯანმრთელობა ამ დაზიანების გამო, მაქვს დაშლილი ასევე ცალი მენჯი, მიჭირს სხეულის დაჭერა, მაგრამ ვარჯიშები აუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას. ჩემი დიაგნოზით ყველანაირი ხელოვნური ჩარევის გარეშე არ არის საქართველოში ესეთი ფაქტი, რომ ესეთი რთული დაზიანებით ქალი გახდეს დედა. იმიტომ რომ ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა და მე მართლა გამიმართლა. მე ვარ დიანა ჯიშიაშვილი, ვარ ეტლით მოსარგებლე 17 წლიდან, ცხოვრობ თბილისში, ყავს 6 წლის შვილი ანდრია ზარხოზაშვილი და მეუღლე გიორგი ზარხოზაშვილი. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მაგ პერიოდში ვსწავლობდი კომპიუტერულ ქსელებს და კომპიუტერისთვის სჭირდებოდა დისკები. მეგობარმა გამაცნო და მითხრა დაგეხმარებაო. დიდი ყურადღება გამოიჩინა გიორგი, მოვიდა ჩემთან სახლში, გავიცანით ერთმანეთი, დამეხმარა. მე აღმოჩნდა, რომ თურმე ვუსმენთ ერთი და იგივე ჟანრის მუსიკას. ეს ცოტა უფრო სენსიტიური თემა იყო ჩემთვის. აქტიური მსმენელი ვარ მძიმე მუსიკის. და ჩემი მეუღლე თვითონ ქმნის მძიმე მუსიკას, არის მუსიკოსი და აქედან დაიწყო უფრო მეტი სიახლოვე, შეხვედრები. როცა შენი ადამიანი გრძნობ, ესე იწყება სიყვარული და გადავწყვიტეთ, რომ ერთად დაგვეწყო ცხოვრება. ის რომ გოგა მე მიიღებდა ისეც როგორიც ვარ, ამაში ვიყავი დარწმუნებული და გარშემო მყოფებისგან იყო ცოტა ისეთი სკეპტიკური დამოკიდებულება, თითქოს ინფანტილური გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ მე მჯეროდა, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგებოდა. ჩემმა მეუღლემ პირდაპირ მითხრა, შენ რადგან ხარ ესეთი ძლიერი და შენ თვითონ იღებ საკუთარ თავს ისეთი როგორიც ხარ, ჩემთვის საერთოდ არ არის პრობლემა შენი მდგომარეობა. 10 წელია ერთად ვცხოვრობთ და 7 წლის ხდება ანდრია. დედობამ კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა, ზოგადად დილით ადგომა მიჭირს პარალიზებული სხეულის გამო სისხლის მიმოქცევა მაქვს სუსტი და რო გავაჩინე პირველივე დღესვე ისე სიცხიანი ისე გავარდი ჩემს ბავშვს, სულ არ მაინტერესებდა, სიცხე მქონდა, ეტლში ვერ ვიჯექი, თავბრუ მეხვეოდა, ანუ ეს არის დედის ინსტინქტი, რა თქმა უნდა დედობა გაძლიერებს. მე ვარ ანდრია ზარხოზაშვილი, ვარ 6 წლის, დავდივარ სკოლაში, მე მყავს კარგი ჭკვიანი და ლამაზი დედიკო. ანდრია, დედიკო. მადლობა რა ლამაზია. ქონდა ექიმებთან კონსულტაცია გავლილი, რომ დაორსულება შემეძლო. მაგრამ აი ორგანიზმი რამდენად შეძლებდა, როგორ გამოზრდიდა ჩემი სხეული, ეს იყო სარისკო და ჩემს სიცოცხლესაც რა თქმა უნდა უქმნიდა რისკს. მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ანდრია გაჩნდებოდა თავის დროზე და იქნებოდა ჯანმრთელი ბიჭი და მეც კარგად ვიქნებოდი. ჩვენი ყოველდღიურობა განსხვავდება სხვა ოჯახებისგან იმით, რომ მე მჭირდება დახმარება იმ მხრივ, რომ ეტლში ჩავჯდე, ნაწილობრივ მეუღლე მეხმარება და მე ჩვეულებრივად საქმეებშიც ჩართული ვარ, იმიტომ რომ მეუღლე მუშაობს და ისედაც რაც შემიძლია ვაკეთებ, ბავშვზე ვზრუნავ. ცეკვავთ ხოლმე და ვთამაშობთ მაღაზიობანაზე. ეგ რა არის? და ჟურნალისტები, გადაცემობანასი. გადაცემობანას თამაში გიყვარს? წამყვანი გინდა რომ გახდე? ჩემი მეუღლე არის ძალიან ყურადღებიანი, ძალიან მზრუნველი და ბავშვიც მამისგან იღებს მაგალითს. რა თქმა უნდა ძალიან გამიმართლა, ბედნიერი ქალი ვარ, რომ ესეთი მეუღლე და შვილი მყავს.